Iambogats რამდენიმე წუთი წინ დასრულა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მამაშვილის პროცესი, რომელსაც ბრალი გრძლის წინააღმდეგ ძალადობაში ედებათ. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მამაშვილს დათადაკობა პაპავებს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით არსებობდა მათი გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის ხელახალი ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ამიტომ მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სრულად დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა. დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა ასევე სასამართლოს და გირაოს სახით უძრავი ქონების უზრუნველყოფით მოითხოვა მათი გათავისუფლება, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. წარდგენილ ბრალდებებში დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსყობის მუხარის ფაქტზე 3 ეპიზოდად, ხოლო მეორე მათგანს ბრალდება წარედგინა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, რაც განხორციელდა არასრულწლოვანისთან დასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. თითოეული ბრალდებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შუამდგომლობდა პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან სახეზე გახლდათ როგორც ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის განადგურების საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია და თითოეულ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა. ბრალს აღიარებენ, ორივე დაკავებული აღიარებს ბრალს. ბრალდების პოზიცია იყო ის, რომ პატიმრობა მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით. ჩვენ არ დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას, დავაყენეთ საკითხი, რომ შეფარდებული იყო გირაო და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გათვალისწინებული არის კანონმდებლობით, მაგრამ ამ ეტაპზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამოყენებული იქნა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მტკიცებულებები ამ ეტაპისთვის, რაც არის, ეს მაინც დასაბუთებული ვარაუდისთვის არის, თვითონ დაზარალებულის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რაც ამ ეტაპისთვის მოახერხა გამოძიებამ მოიპოვოს და გამოძიების ეტაპზე შემდგომ გაირკვევა დანარჩენი სულ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. დაკავებულ მამაშვილს პროკურატურამ ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენა, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 151 მუხს ედავებიან, რაც ოჯახურ ძალადობასა და მუხარას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი სავარაუდო ბრალდებულებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.